ბატონ თემურ გესმით ჩემი ხმა? კი. ბატონ თემურ როგორ გესმით ჩემი ხმა? გესმით მე ტელემაყურებელს შევახსენებ რომ სატელეფონო ხაზია ბატონი თემურ გიორგაძე როგორია ბოლო ინფორმაცია ბატონ თემურ გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ რა ინფორმაციას თქვენ ამასთან დაკავშირებით? ახლა დადგინდა რომ ჩვენო მაშველებმა საიდანაც პირველი ნიაღვარი მოაწვა და დამოვიდა ამხელა ნიაღვარი და ახლობით 3 მეტრზე იყო დამოსული წყალი იმ ოჯახში ნაპოვნია ერთი ქალბატონისა და ორი ბავშვის გვამი ნაპოვნი მაშველებმა აღმოაჩინეს ახლა ამ წუთში და ეს არის ინფორმაცია რომ სამწუხაროდ დაღუპულები არიან ეს 3 ადამიანი სად იმყოფებით ბატონ თემურ რა ტერიტორიაზე? ზემოთ ეს არის გორგასლის ზემოთ ანიცის ქუჩაზე არის ზემოდან რომელი ნიაღვარი გამოვიდა და აი იქ არის ზუსტად ახლა ნომერი არ ვიცი მაგრამ ახლა ინფორმაცია რაც მომაწვეს ჩვენმა სამსახურმა და ჩემმა მაშველებმა ზემოდან მხრიდან არის პირველი სახლი რომელმაც დათმა მიიღო ამ ნიაღვარის გამოსვლიდან ბატონ თემურ ეს ინფორმაცია გასაგებია ბატონ თემურ თუ გაქვთ ინფორმაცია რამდენია დაშავებული დაკარგული ან გარდაცვლილი ბოლო ინფორმაცია როგორ გაქვთ? აი ეს რაც ინფორმაცია ქონდა რომ ამ ინფორმაციას ვაზუსტებდით და ვეძებდით ეს არის აღმოჩენილი და მეტი ახლა მაშველები და ჩვენი სამსახური მუშაობს იმაზე რომ სადაც ინფორმაცია შემოდის რომ სადმე თუ არის ადამიანის დაკარგვის ფაქტი მუშაობს იმაზე მაგრამ კონკრეტულად არაფერი ძეგლობით ის ინფორმაცია არ არის რომ ვინმე აღმოჩენილია ან დაღუპული მაგრამ გადარჩენილები ძალიან ბევრი გადმოყვავს სახლებიდან დათმობილი სახლებიდან და მუშაობს ჯერჯერობით და ნუ აი ეს არის ბოლო ინფორმაცია სამწუხაროდ რომელიც არის დადასტურებული რომ 3 ადამიანის გვამი არის აღმოჩენილი გასაგებია ძალიან დიდი მადლობა ჩვენ კიდევ ერთხელ შევეცდებით რომ დაგიკავშირდეთ და ჩაგდოთ პირდაპირ ეთერში რათა მოგვაწოდოთ ბოლო ინფორმაცია მე ტელემაყურებელს შევახსენებ რომ სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი ადასტურებს ინფორმაციას რომ გარდაცვლილია 3 ადამიანი მე შეგახსენებთ რომ სატელეფონო ხაზია ახლა ამ წუთებში მატყობინებენ რომ სატელეფონო ხაზია მაკა თაური ჩვენი კორესპონდენტი რომელიც იმყოფება თბილისის შემოსასვლელში რამდენადაც ჩემთვის ცნობილია მაკა სად იმყოფები ამ წუთებში ივა ჩვენ ახლა ვიმყოფებით თბილისზე და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ მაგისტრალზე ჩვენ ახლა ზუსტად ვართ სოფელ მუხათგვერდის გადასასვლელთან აგზა ჩახერგილია მოვარდნილმა ღვარცოფმა პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა თბილისისკენ მომავალი მანქანების გადაადგილება აქ მობილიზებულია სამაშველო და საპატრულო სამსახურის თანამშრომლები რომლებიც მანქანებს
საპატრულო პოლიცია, სამაშველო ბრიგადები, პანიკასაყრელი აღარ არსებობს. მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დედაქალაქში რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, თუმცა შესაბამისი სამსახურები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ შექმნილი ვითარების აღმოსაფრთხებლად. თქვენ ახლა სწორედ ამ კადრებს უყურებთ პირდაპირ ეთერში. Давай, ще. თქვენ ახლა კადრში ხედავთ გულუას მოედანს, ორთაჭალას თუ რა ხდება ამ წუთებში და ცოტა ხანში დაინახავთ თუ რა ხდებოდა მანამდე ამ ტერიტორიაზე. კიდევ ერთხელ ნახოთ ეს კადრები.
მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ მოსულმა კოკისპირულმა წვიმამ ტყის ადიდება გამოიწვია, მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა. სწორედ რამდენიმე საათის წინ ტყის მარჯვენა სანაპიროზე, კერძოდ ორთაჭალაში, გზის სავალ ნაწილზე ავტომანქანები ამობრუნებული იყო, რის გამოც შეწყვეტილი იყო საავტომობილო მიმოსვლა. დატბორილი იყო რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც, მოგლეჯილი იყო ძირფესვიანად ხეები. სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის თემურ გიორგაძის ინფორმაციით, ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილია 3 ადამიანი. შემთხვევის ადგილზე ქალაქის მერი გიგი უგულავა და სასჯელ ახსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე იმყოფებოდნენ. ტერიტორიაზე მობილიზებულია ამ წუთებშიც საპატრულო პოლიცია, სამაშველო ბრიგადები, სასწრაფო დახმარების მანქანები, ბრიგადები. კადრებს თქვენ, რომელსაც ახლა პირდაპირ ეთერში ხედავთ, რეალ ტივის გადამღები ჯგუფი თავაზობთ დაუმონტაჟებლად პირდაპირ ეთერში.
და ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში ვთავთ ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროს ბატონ ზურაბ ვახტანგიშვილს. ბატონ ზურაბ, მოგესალმებით. რა ხდება ამ წუთებში თბილისში? მოგესალმებით, ალბათ რამოდენიმე წუთი უკვე გადაიღო ყოფის ფორმაციამ. დიახ. ეხლა ისეთ საგანგაშოს აღარ წვიმს, საპატრულო პოლიცია მობილიზებულია. რამოდენიმე ადგილას ცნო გამოიწვია ის, რომ გადმოვიდა დაფარა გზისავალი ნაწილები, რომლებიც საპატრულო პოლიციის მიერ არის დაკეტილი და შეზღუდულია მოძრაობა ქართულ ნაწილზე. ამჟამად სტაბილური მდგომარეობა საგანგაშო არაფერი არ არის. ბატონო ზურაბ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის შემოსასვლელი ჩახერგილია. რა ინფორმაციას ფლობთ, რა ხდება ამ დროისათვის? არა, თბილისის შემოსასვლელი არ არის ჩახერგილი, მოძრაობა ნორმალურად არის, უბრალოდ რამოდენიმე ქუჩა არის გადაკეტილი საპატრულო პოლიციის მიერ, სადაც მიმდინარეობს საწმენდის სამუშაოები. ბატონ ზურაბ, არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კრიმინოგენური მდგომარეობა როგორია ამ დროისათვის? ქალაქში მშვიდება კრიმინოლოგიის კუთხით. არაფერი სერიოზული არ ხდება. ანუ პანიკის საფუძველი არ არსებობს. არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია დაღუპულების შესახებ. თქვენ თუ გაქვთ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია? არანაირი ინფორმაცია არ აქვს. იყო რამოდენიმე დაშავებული მსუბუქად და სამავტოყულის. თუმცა ფაქტი დაადასტურა სამაშველო სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ. არა მიარწმუნე. ბატონო ზურაბ, თუ არის ახლა გადაადგილება საშუალება, რა მდგომარეობა ამ დროისათვის? ქუჩებს გულისხმობ. ქალაქში გადაადგილდებიან ბატონო, თავისუფლად. რამოდენიმე ქუჩა, როგორც გითხარით, გადაკეტილი. თამარაშვილის ქუჩა არის, დიდუბეში არის ერისთავის ქუჩა და კიდევ რამოდენიმე ქუჩა, დანარჩენი ქუჩები შეუძლებელად მოძრაობს. ბატონ ზურაბ, თუ მოუწოდებთ მძღოლებს, რომ შეიკავონ თავი ზედმეტი მოძრაობისგან ამ ეტაპზე? დიახ, აუცილებლად რა თქმა უნდა, ჯობია რომ შეიკავონ სახლიდან გამოსვლისგან თავი ავტომანქანება, იმიტომ რომ მოგახსენეთ უკვე რომ ზოგ ადგილებში არის მომატებული რეგიონისა გზისავალი ნაწილზე არის წყალი და ხელშეუხლოს მანქანებს გადაადგილებს და შესაძლოა შეექმნათ გარკვეული პრობლემები, ამიტომ შეიკავონ. ძალიან დიდი მადლობა მთავარ ისაშ, რომ პანიკის საფუძველი აღარ არსებობს. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ პირდაპირ ეთერში ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი ბატონი ზურაბ ვახტანგიშვილი გვესაუბრებოდა. Nereden kare nahe? Burada uğram yıkamıyorsun.
პირდაპირ ეთერში ვთავთ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც ამ წუთებში იმყოფება გულუას მოედანზე. მაკა, რა მდგომარეობაა, რა ხდება ამ დროისათვის? ბოლო ინფორმაცია როგორია? ძიმე ტექნიკა, როგორც სამაშველო სამსახურის, ასევე პოლიციის, ასევე სასჯელ აღსრულების, როგორც ცნობილია, სასჯელ აღსრულების სამინისტროც მოხვდა ამ სტიქიის უბედურების ზონაში და ასევე ადგილობრივი მოსახლეობა, სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის გადარჩენა და ევაკუაცია მიმდინარეობს ამ დროისთვის. ყველა სამსახური შესაბამისი სამსახური სწორედ ამისთვის არის ამ მოედანზე მობილიზებული. ამ წუთებში გამოყავთ დაზიანებული, თითქმის დანგრეული და წყლისგან წაღებული სახლებიდან მოხუცები, ბავშვები და დაზარალებული ადამიანები. ალბათ ხმაც გესმით ეთერში რა ხდება ახლა ამ მოედანზე. სასწრაფო და სამედიცინო დახმარება მობილიზებულია იმისთვის, რომ ყველა დაზარალებულ ადამიანს გაუწიოს შესაბამისი მომსახურება. მძიმე ტექნიკა გამოყვანილია თავდაცვის სამინისტროდანაც, რადგანაც ზვავი არის ჩამოწოლილი და მასთან გამკლავება ხელით არის შეუძლებელი. ახლა მიმდინარეობს ამ ჩამოშლილი მიწისგან ამ ტერიტორიის დასუფთავება, კორპუსების, ასევე საცხოვრებელი სახლების. რაც შეეხება სხვა ინფორმაციას, დადასტურებულად ჯერ არ შეიძლება იმის თქმა არის თუ არა მსხვერპლი, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით გორგასლის მესამე შესახვევში, იქ სადაც ღელე, რომელიც ჩამოდიოდა ადგილიდან, არის მსხვერპლი. გეტყვი რომ ეს ინფორმაცია დაადასტურა ჩვენთან საუბრისას სამაშველო სამსახურის უფროსმა ბატონმა თემურ გიორგაძემ სამი გარდაცვლილის შესახებ. არ არის ამ მსხვერპლის არა, მან დაადასტურა რომ სამი ადამიანია გარდაცვლილი. კი, ჩვენთან საუბრისას ბავშვებიც არის ამაზე საუბარი. ახლა ივიკო აქ ელოდებიან ისევ მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ დატოვეს ეს ტერიტორია და საავადმყოფოებში გადაინაცვლეს, სადაც დაზარალებული ადამიანები არიან გადაყვანილი. ქალაქის მერი ისევ მოვა ამ ადგილას და იმ ადამიანებს შეხვდება და ნახავს უკვე იმ მდგომარეობას, ვისი გამოყვანა და ევაკუაციაც ამ დროისთვის მიმდინარეობს. სხვა მხრივ ტერიტორია არის მთლიანად პარალიზებული, შემორაგულია, სატრანსპორტო მოძრაობა რა თქმა უნდა არის შეუძლებელი, იმიტომ რომ აქ ფეხით მოსვლაც კი ვერ შევძელით, იმდენად რთული ვითარებაა, მუხლზემოთ არის წყალი და ტალახი, რომელიც ამ მთიდან არის შემოტანილი. მაკა თუ ხედავ შენ გარშემო ელექტროენერგია თუ არის, თუ მიეწოდება მოსახლეობას? არის ელექტროენერგია, ალბათ უსაფრთხოებისთვის ასე ჯობდა და ამ ტერიტორიაზე მთლიანად ელექტროენერგია არის გათიშული და განათებები მხოლოდ ხელოვნური განათებაა, რომლის საშუალებითაც მუშაობს უკვე მძიმე ტექნიკა. მაკა ხმაური ისმის შენ საუბრის დროს, რა ხდება შენ გარშემო? ხმაური, აქ არის პანიკა, ქალბატონები, რომლებიც გამოდიან ამ დატბორილი სახლებიდან, ამბობენ, რომ მათ სახლებში არის შესული წყალი და სჭირდებათ ეს ადამიანები ითხოვენ დახმარებას, თუმცა ყველა შესაბამისი სამსახური არის მობილიზებული და დაეხმარნენ ყველა ოჯახს, რომ გამოსულიყვნენ ისინი ამ სახლებიდან და უსაფრთხო ადგილას არის ყველა გადაყვანილი. არც ერთ ადამიანს, რომელიც ამ დროისთვის არის სახლიდან გამოყვანილი, საფრთხე არ ემუქრება, ისინი არიან გადაყვანილი შესაბამის ადგილას. და პანიკაც მთლიანად არის მოხსნილი. ახლა ძირითადი სამუშაო არის აქ დარჩენილი მძიმე ტექნიკის, რომელმაც უნდა შეძლოს აღნიშნული ტერიტორიის გასუფთავება და იმ სახლების წესრიგში მოყვანა, რომლებიც ცოტა ხნის წინ, როგორც ცნობილია, წყალმა დატბორმა და მოვარდნილმა ნიაღვარმა. მაკა მე კიდევ გეტყვი რომ სინოპტიკოსთა ცნობით პანიკის საფუძველი ნამდვილად აღარ არსებობს, ხვალიდან ტემპერატურა დათბება. ეს ინფორმაცია ჩვენთან სინოპტიკოსთა ცენტრის უფროსმა რამაზ ჭითანავამ დაადასტურა, წვიმაც სუბუქ ხასიათს მიიღებს. მაკა ძალიან დიდი მადლობა. პირდაპირ ეთერში რეალ ტივი ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე საუბრობდა გულუას მოედნიდან.
ჩვენ მივიღეთ უახლესი მასალა, თუ როგორ მუშაობენ მაშველები დატბორილ უბნებში და მას რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ. Ჩვენ ახლა უყურებთ კიდევ ახალ მასალას, რომელიც რამდენიმე წუთის წინ არის გადაღებული და კადრში ხედავთ თუ როგორ ეხმარებიან მაშველები მოსახლეობას. მასალა ჩვენ ეს წუთია მივიღეთ და მას მონტაჟის გარეშე გთავაზობთ პირდაპირ ეთერში. ერთი კაცია. დაიცა, კაჩერდი ერთ სამშენავი. წყალში გააცოცეს. ახლა ხოში. აი შაკაი ეს თქვენ ჩათავე. ვინმე ხوارდა ჩეკი. გამოყო. გამოიყო. შეო გადი. გამოიყო. ვენდოს ვერკა. იქ შეერთი კაცი? მივეც მაგაცა. ჩვენები არის აქ ვინმე შაკალა ვინმე არის? შაკალ. ერთი კაცი არ გამოდის ჩვენთან ერთად. რატო? უარზია. გასვლა ვარზია. მოდი შევაფერ, უბრალოდ ავიღო, მიზეზი გავავიც რა მიზეზი. აბე გადაუტოვე. კი. ნამდვილად. გადააწოდე. ხო! მოდი, აი, ბაკუნეჯა კი. ჩამოვარ მე მეცნო. ალბათ მოგაწოდეთ ეგ რაღაცები. დაიცადე მე. გადააწოდებიო. აბე ის აცი მოდი ავჭი. უჩე უსინათლოა ალბათ. აი ეს ვერ ხედავ ნელა. ეს საერთოდ ვერ ხედავ ეს ვერ. ნელა. წამოდი, აი იყავი ეგრე იყავი. აქ წევენ და ხელი უგეშინო ეგრე. აი გადაუშვეთ. სახელინიც არის. გადაუშვეთ. კიდე არის ვინმე ახლა. ვერა. ბატონო. აი იქ ვინ დარჩა იქ რო არ მოდი. აიცა ბოლომდე მოწი. ანა დაში. გამეზია მოიწო გაიხარა. აი გადა. აწალია, მაგრამ არ შეგეში. არ ვიცი, თემოაზიარო. ნელა თოქი არ გამოკვეთე. ახლა შეიძლება გამოკვეთე. ოღონდ ახლა. აი კადიშე. მოდი ბოლბოტონო მოტრიალდი. Шиши упали. Дукан варит чего. ბოლო ინფორმაციით 4 ადამიანი, რომელიც ცოტა ხნის წინ დაკარგულად იცვლებოდა, მათ შორის 2 ბავშვი და 2 ქალბატონი გარდაცვლილია. ერთი კაცია. ჩვენ ინფორმაციას ბოლომდე ვაზუსტებთ, თუმცა სამაშველო სამსახურმა ეს ინფორმაცია დაგვიდასტურა. ინფორმაცია გარდაცვლილების შესახებ. სამაშველო სამსახურმა ჩვენ დაგვიდასტურა. გამოყო. გამოიყო. შეო გადი. გამოიყო. ვენდოს ვერკა. იქ შეერთი კაცი? მივეც მაგაცა. ჩვენები არის აქ ვინმე შაკალა ვინმე არის? შაკალ. ერთი კაცი არ გამოდის ჩვენთან ერთად. რატო? უარზია. გასვლა ვარზია. მოდი შევაფერ, უბრალოდ ავიღო, მიზეზი გავავიც რა მიზეზი. აბე გადაუტოვე. კი. ნამდვილად. გადააწოდე. ხო! მოდი, აი, ბაკუნეჯა კი. ჩამოვარ მე მეცნო.
ალბათ მოგაწოდეთ ეგ რაღაცები. გადააწოდებიო. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში ხედავთ გულუას მოედანს, სადაც ამ წუთებში ისევ მობილიზებულია სამაშველო სამსახურები, თუმცა გაწმენდილია ტერიტორია. ცირენიაღვარი მოედინება მოედანზე, როგორც კადრში ჩანს. ამ დროისათვის იწმინდება სანიაღვრე არხები, რომელიც დიდმა ნიაღვარმა ტალახით დაფარა. ხოლო მეორე კადრში თქვენ ხედავთ ერთ კადრში ხედავთ გულუას მოედანს, ხოლო მეორე კადრში ხედავთ მაშველებს, თუ როგორ ეხმარებიან მოსახლეობას, თბილისის მოსახლეობას, ადამიანებს. ჩვენ პირდაპირ ეთერის რეჟიმში ვღებულობთ მასალას და უკვე მიღებულ მასალას მონტაჟის გარეშე გთავაზობთ. ტექნიკური ხარვეზებისთვის კი ბოდის გიხდით. კომპიუტერთან ვიჯექი, შემთხვევით გავიგონე უზარმაზარი ხმა, გრუხუნი და შენობამ ზანზარი დაიწყო, გამოვიხედეთ ძალიან დიდი წყალი მოდიოდა, მანქანები მიქონდა, ამოაყირავა რამოდენიმე თქვენს ხედავთ. აი წყალი, უშველებელი წყალი და დაიტბურა თერი კორპუსი გაც. ახალ ცხოვრობ ამ კორპუსში ვერ შედივა, შეგარგუშები, სახლი არ მოინგრეს. ვი გამოგიყვანა? პატრულის ხალხი იყო და ეს თავრობის ხალხი და. გამოგიყვანეს გარეთ, თუ სახლი არ მოინგრესო. წყალი აღარ გამოდიოდა გარეთ. დატბორილები ვართ სულ ყველა და სახლი არ დაინგრეს. საძირკვლის უსველია. მე მეოთხე სართულზე, მაგრამ მაშველებმა ჩამოგვიყვანეს, რომ არ შეიძლება სახლში გაჩერებაო. ზედა მხარე ნახე, და უკან ვიყავი თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში ხედავთ ტიბეტექნიკის საშუალებით, თუ როგორ გამოყავთ დაზიანებული ავტომანქანები. სამაშველო სამსახური კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გულუას მოედანზე ორთაჭალაში ამ წუთებში მძიმე ტექნიკა მუშაობს. მათ
გამოყავთ დაზიანებული ავტომანქანები, რომელიც წყლის ძლიერმა დინებამ სახლებში შეიტანა, სარდაფებში და მიწისქვეშა გადასასვლელებში. ახლა კაცში სწორედ ამ სამუშაოებს ხედავთ პირდაპირ ეთერში. ვებულობთ ჩვენ ეს მონაკვეთი არის ყველაზე რთული, აქ პირველი დარტყმა სწორედ ამ ავტოფარეხები და შემდეგ ეს სახლებად გადაკეთებული ავტოფარეხები, რომელიც პირდაპირ ხევზე გადადის. ამ დროის მონაცემით სამწუხაროდ დაღუპული არის 3 ადამიანი, ორჯერ არ არის იდენტიფიცირებული მათი ვინაობა, იმიტომ რომ სახლი არის ნაქირავები და ნაქირავებში ვისაც აქ ნაქირავები იმასთან იყო სტუმრად მოსული. ამ დროისთვის კიდევ ვეძებთ სავარაუდოდ 1 ადამიანი, რომელიც იდენტიფიცირება ჯერ არ არის მომხდარი. სხვა დანარჩენ ადგილებში თბილისში ამ თვითონ სიწყნარია. აიცა ბოლომდე მოწია. რამეზია კომოიმოცო გაიხარა. აი გადა. აწალია, მაგრამ არ შეგეშ. არ ვიცი, თემო აზიარო. მელა თოქი არ გამოწევს. აღვაში გამოყო. რა რა. აი დადიში. მოდი გალმოტონო, მოტრიალდი. ეცამია. Шиши упали. Камера чует.
რაც ინფორმაცია ჰქონდა ადამიანების მიმართებაში შემოსული ყველა ზარი რეალიზებულია და თითქმის გამოყვანილია ყველა ადამიანი, მაგრამ ამ წუთისთვის კიდევ ბევრი ზარი შემოდის, მოწმდება, ყველა მისამართზე თითქმის შედის ჩვენი სამაშველო სამსახურები და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პირველ რიგში სადაც ადამიანის საფრთხე არის დაკავშირებული, იქ მივიდეთ და იქიდან განვახორციელოთ ყველა სამაშველო ეს მონაკვეთი არის ყველაზე რთული, აქ პირველი დარტყმა სწორედ აი ამ ავტოფარეხები და შემდეგ ესახლებად გადაკეთებული ავტოფარეხები, რომელიც პირდაპირ ხევზე გადადის. ამ დროის მონაცემით სამწუხაროდ დაღუპული არის 3 ადამიანი, ორჯერ არ არის იდენტიფიცირებული მათი ვინაობა, იმიტომ რომ სახლი არის ნაქირავები და ნაქირავებში ვისაც აქ ნაქირავები იმასთან იყო სტუმრად მოსული. ამ დროისთვის კიდევ ვეძებთ სავარაუდოდ 1 ადამიანი, რომელიც იდენტიფიცირება ჯერ არ არის მომხდარი. სხვა დანარჩენ ადგილებში თბილისში ამ წუთას სიწყნარია. აიცა ბოლომდე მოცილი. გამეზია გამოიწო გაიხარა. აი გადა.